ძალიან მოკლე განცხადება გვინდა გავაკეთოთ, რომელიც ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თემას. მოგეხსენებათ, ქართული ოცნება ვიდრე მოვიდოდა ხელისუფლებაში, საზოგადოებას პოლიტიკურ სპექტრს პირდებოდა, რომ გააუქმებდა მაჟორიტარულ სისტემას, მაგრამ ისევე როგორც ყველა ხელისუფლება, ქართული ოცნებაც მოვიდა ხელისუფლებაში და დღეს უარს ამბობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე. რატომ ამბობს უარს? ალბათ ეს კარგად გესმით, იმიტომ რომ ყველა ხელისუფლება სამწუხაროდ მაჟორიტარულ სისტემას იყენებდა როგორც გამარჯვების ფუნდამენტს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საფუძველს. ჩვენ ვამბობთ და ჩვენთან ერთად არის თითქმის ყველა კვალიფიციური ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს არ არის წარმოდგენილი პარლამენტში, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა ამ ქვეყანაში, რომ აუცილებლად უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ შარშან 200,000-ზე მეტი ხელმოწერით შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც სწორედ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ისახავს მიზნად. ეს კანონპროექტი იყო განხილული, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საკომიტეტო მოსმენები გაიარა ამ კანონპროექტმა, გაიარა პლენარული სხდომაც, მივიდა კენჭისყრამდე, ანუ უკვე მე-9 მოწვევის პარლამენტმა დღის წესრიგში განსახილველ საკითხთა შორის უნდა ჩასვას ეს თემა, ეს კანონპროექტი და ჩვენ კენჭი უნდა უყაროთ მას პლენარულ სხდომაზე. მაგრამ ბიუროზე გვეუბნებიან, რომ არ მოხდება ამ საკითხის განხილვა და ეს საკითხი არ განიხილება მე-9 მოწვევის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ ქართულ ოცნებას და მივმართოთ საპარლამენტო უმრავლესობას. ამისათვის ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ პარლამენტის ტრიბუნასაც და საერთოდ ყველა საჯარო ტრიბუნას და ვუთხრათ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ამ კანონპროექტის შეტანა დღის წესრიგში და აუცილებლად უნდა დადგეს ეს საკითხი კენჭისყრაზე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ 200,000 ადამიანს, რომელმაც ხელი მოაწერა ქვეყანაში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. დიდი მადლობა.